მოგესალმებო, საერთო გაშლამა შემოგთავაზოთ ახლა. თემა იქნება ასეთი, იფიქრეთ თქვენ თავზე და თქვენ პარტნიორზე და გავიგოთ რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენთან ახლა. რა ყველა მომხდარი მოვლენების თუ პერიპეტიების თუ ჩხუბების თუ ყველას საერთო გაშლაში ყველას თქვენი გაქვთ, ასე ვთქვათ. ახლა ამ მომენტისთვის მისი ცხელცხელი ასე ვთქვათ გრძნობები როგორია თქვენთან მიმართებაში, რას გრძნობს. გავიგოთ იმისთვის რომ მიხდოთ რამდენი თქვენია ეს გაშლა. ვიხარ თქვენ გავიგოთ ჯერჯერობით. თუ სპექტაკლი ამოდის ცხრიან ჟეზლი და რუიანთასი. ადამიანი რომელსაც ხელიდან ყველაფერი გამოდის, ამას ვიტყვი. შეუძლია კარგად ფინანსების გამომუშავება, თავისი გამოსამუშავებელი საქმიანობა, აქრითიც ყოველდღიურობაში დაკავებულია და კარგად გამოსდის რაღაცნაირი ჯეკპოტივით ადამიანია. ხელს რასაც მოკიდებს, ყველაფერი გამოსდის კარგად, მაქსიმალურად დებს თავის ენერგიას სამუშაოში არ ეზარება და არ ენანება, აქედან გამომდინარე რაღაცნაირი სამყაროსგან თითქოს ისეთ საჩუქრებსაც ღებულობთ ხოლმე, აი რაღაცა მეცამეტე ხელფასი იქნება, ეს დაწინაურება იქნება, პრემიის სახით იქნება, ახალი სამუშაოს სახით იქნება, რომ აი მაღალ კვალიფიციურ უფრო სამუშაო რეჟიმში გადახვიდეთ, აი რაღაცა პერიოდულად სამსახურთან და ფინანსებთან დაკავშირებით სამყაროსგან სულ გეძლევათ თითქოს შანსი იმისი, რომ გაიზარდოთ ფინანსებში, გაიზარდოთ როგორც ოსტატი თქვენი საქმის პროფესიონალი. კარგად გამოგდით მოკლედ, რასაც აკეთებთ და რა სამუშაოთიც არ უნდა იყოთ დაკავებული. პრინციპში ცხრიან ჟეზლით შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანი ხართ, რომელიც თავის პრინციპებს იცავს, თავის ემოციურ ფონს იცავს, ადამიანებს ახლოს ასე ვთქვათ არ იკარებს, ცოტა რაღაცა საზღვარივით არის თქვენსა და ადამიანებს შორის. აი რაღაცა მესაზღვრე ადამიანი ხართ, ადამიანი, რომელსაც თავის პრინციპი აქვს, თავისი ერთ-ერთი ჟეზლი აქვს ანთებულია, ესეთი სურს რომ ვიყო, ესე უნდა მომექცე, ესე ვიმსახურებ, ასე ვთქვათ. აი რაღაცა ყველაზე მაღლად გეხართ თითქოს და ეს იქნება ცხრიან ჟეზლით ძალიან ხშირად და ბევრისთვის იქნება ისე რომ აი რაღაცა ბევრ ნდობაზე დამოკიდებული ადამიანი, როცა ბევრჯერემდე ადამიანებს, სიტუაციას რაღაცნაირად სიალალით შენი გამოიყენეს, ასე ვთქვათ, შენი სიალალე და გაგაცურეს, მოდი ასე ვთქვათ, ფინანსებთან დაკავშირებით, სამუშაოსთან დაკავშირებით, პარტნიორ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ყველას თქვენი გაქვთ. უკვე აი აქედან გამომდინარე რაღაცა თავის ტკივილი აღარ გინდა ზედმეტი აიკიდოთ და ან ასე მომექცევი, ან ესე იქნები ჩემთან დამოკიდებულებაში და მე ამას ვიმსახურებ და ასე უნდა მომეპყრა, ან ჩემგან შორს. აი ესეთი სტრატეგია გაქვთ აღებული. ემოციებისგან წასული ხართ, ახლა აჩვენებენ რუიანთასით. პარტნიორისგან წასული ხართ თუ საერთოდ მარტოობაში ხართ, ამ კარტით შესაძლებელია თქვენ ემოციურ ფონში იძირებით, დატოვეთ თქვენი ემოციური ფონი, თქვენი ახსნა განმარტებები არ დაიწყეთ, გარკვევა და კიჟინი და იქ ტვინის ბურღვები პარტნიორის, ვისაც ყავთ და ვისაც არ ყავთ, საერთოდ წერტილი დასვით და შებრუნდით და წახვედით თქვენი ცხოვრების გზით. ადამიანი ხართ, რომელიც პრინციპში თავის სამუშაო დროს უფრო მეტ თავის დროს თამე ბლანდა ენა ღმერთო უთმობთ სამუშაო რეჟიმს უკვე ემოციებიდან თითქოს აღარაფერ კარგს არ ელოდებით ისეთი ტიპაჟი ხართ. რამ გამოიწვია ეს, მოდი ვთქვათ, რაღაცმა დაკიდებულმა სიტუაციამ, სხვერპლის როლში ყოფნამ, ადამიანთან ურთიერთობა, სადაც ვერ იგრძენით, რომ რაღაცა პროგრესი გადის და აი გაშეშდა ერთ მდგომარეობაში ურთიერთობა, ვერაფერი მეტი ვერ შემოგთავაზათ ამ ადამიანმა, მეტი სიყვარული ვერ გაიმეტა თქვენთვის, მეტად არ გაგრძნობინათ თავი ამ ურთიერთობაში. შესაძლებელია იყო მომენტი, რომ ბევრი რაღაცა შეწირეთ, დრო, თქვენი ემოცია, თქვენი ენერგეტიკა ამ ადამიანს და იგრძენით, რომ არაფერი წინ არ მიდის და აი ამ გაშეშებულმა სიტუაციამ ყელში ამოგივიდათ, უბრალოდ შებრუნდით და წახვედით უსიტყვოდ. ეს რუიანთასი არის უსიტყვო შებრუნება და წასვლა, დატოვება ემოციების, ყველაფრის დატოვება
თითქოს არაფერს აზრი აღარ აქვს, რამე რო ვთქვა, აზრი არ აქვს, ჩემი ენერგია რომ ჩავდო, ჩემი ემოცია ჩავდო ამ ურთიერთობაში აზრი არ აქვს. ამიტომ არაფრის თქმას აღარ ვიწყებ, უბრალოდ მივდივარ ჩემი ცხოვრების გზაზე. გინდა დამეწიე, გინდა მაჩვენე რომ შენი ოჯახი ვარ, რომ შენი ემოცია ვარ, რომ მე გჭირდები მხოლოდ რომ 10,000-ით გავსებ, რომ შენთვის ყველაფერი ვარ, მაჩვენე და მოვბრუნდები, დავბრუნდები, ჩაგეხუტები, გაგზნობინებ როგორი ასე ვთქვათ პეპლები მაქვს შენთან მიმართებაში, როგორი ემოციური ფონი მაქვს, მაგრამ ჩემით უკვე აზრი აღარ აქვს, ვეღარ ხედავ ას რომ რამე ვიმოქმედო, რამე გითხრა, რამე მოვძებნო, რამე ასე ვთქვათ ნაბიჯები გადმოვდგა, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ასე ვგრძნობ მე. აი ესეთ მდგომარეობაში ხარ, თუ ვატყობთ რომ იდენტიფიკაცია არის თქვენი, მაინტერესებს რა ნიშანს წარმოადგენთ თქო და ორიენტაცი მიჩვენეს, შეყვარებული ხართ. ნიშანი არ შემიძლია ამ მომენტისთვის გითხრათ რა სტიქიას და რა ჰოროსკოპს წარმოადგენთ, მაგრამ შეყვარებული ადამიანი ხართ, ადამიანი ცოტა დეპრესიულ მდგომარეობაში, დაჩაგრული მსხვერპლის როლში გრძნობთ თქვენ თავს. აი ესე თუ ეთყობა, რომ თქვენია ეს გაშლა, უყურეთ ბოლომდე და ლაიკები არ დაგეზაროთ, აუცილებლად გამოიწერეთ და გადააზიარეთ ეს ჩემი გაშლები. თუ არ ემთხვევა, გადმოდით სხვა ვიდეოები განიხილეთ და თემატიკა არჩიეთ. პირადი გაშლებისთვის პირადში მომწერეთ და ყველაფერს გადაარკვევთ. თემატიკა. კი ბატონო, გავახსენეთ, რას გრძნობს ეს ადამიანი, მისი ცხელ-ცხელი გრძნობები პირდაპირ გადავდივარ თქვენთან მიმართებაში. ჰეიტერებს სალამი. მეც ძალიან მიყვარხართ. რას გრძნობს? პენტაკლის მეფე ამოდის, 3 ხმალი ამოდის და მე-14 მაღალი არკანი, ესე იგი ემოციების დაბალანსების კარტი. ეს არის მინდა გითხრათ, ადამიანი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის, ფინანსური მხარე, ძალიან შესაძლებელია მიწის სტიქიას წარმოადგენს, ან არის ქალწული თხისრქა და კუროს წარმომადგენელი, სულ მერევა ვერის კუროს მაგრად ვერც ვიძახი. ან ყველა საერთო გაშლაში ყველასთვის ასე არ იქნება, შესაძლებელია ძალიან ფინანსურად ძლიერი, ან მომუშავე ტიპაჟია, ესეთი მეუღლის კარტია, როგორც წესი, მეფე პენტაკლის ადამიანი, რომელსაც განიხილავთ, ასე ვიტყოდი, უფრო სწორედ თვითონ განიხილავს თავის თავს თქვენი მეუღლის სტატუსში. ადამიანს, რომელსაც ძალიან გული ტკივა, რომელსაც არ ვიცი, რაღაცის დანაკარგით, ვიღაცის დანაკარგით, კონკრეტულად შეიძლება თქვენი დანაკარგი იყოს ამ მომენტისთვის და აი გულს უხლეჩავს ეს დარდი და ფიქრი, ხედავთ, ორი ძალიან დიდი ნაპრალია, რომელსაც ეს ადამიანი აი დაწყებული აქვს, რომ ამუკეროს, შესაძლებელია ვინმე ფიზიკურ დონეზე ახლობელი დაკარგა უახლოეს პერიოდში და ეს მის გულს გლიჯავს, ასე ვთქვათ, აი ეს უნდა რომ ბოლო ხმაზე იქვითინოს, იტიროს, ემოციური ფონი აი ამოდის ადამიანს, არაფერი არ უხარია, გაგლეჯილი აქვს გული, ასე ვთქვათ, დარდისგან და ცდილობს ემოციურად ლოცვით იქნება ეს, თუ მარტოობით იქნება, თუ რაღაცა თავის თავთან ჩაკეტვით ეს ემოციური ფონი მისი ანგელოზის მხარდაჭერით, მისი სულიერების მხარდაჭერით, მისი მარტოობით დაიბალანსოს. ბევრისთვის იქნება რომ ფიზიკურ დონეზე საყვარელი ადამიანი დაკარგა, ახლობელი, ნათესავი, მეგობარი, რაც მას ანჯოში აგდებს. ასევე ბევრისთვის იქნება ის რომ შესაძლებელი რაღაც ნაწილისთვის იქნება რომ შესაძლებელია თქვენ ურთიერთობაში სასიყვარულო სამკუთხედზეა საუბარი, ან თქვენი დანაკარგით გამოწვეული ტკივილი მას გულს უგმირავს, ასე ვთქვათ. რას გრძნობს კიდევ თქვენთან მიმართებაში, ვინ ხართ მისთვის ახლა? მე-6 მაღალი არკანი, ეს არის შეყვარებულები, ეს არის კარმული კარტი, ეს არის ბედი, ეს არის სიყვარული, ეს არის ადამიანი, რომელიც იპოვე და გრძნობ რომ ეს არის შენი კარმა, შენი ბედი, შენი ცხოვრების ამომტრიალებელი, შემცვლელი სრულიად ამ ადამიანის გაცნობამდე სულ სხვა რეჟიმში ცხოვრობდი და ისე როგორც ცხოვრობდი ამ ადამიანის გაცნობის შემდეგ ვეღარ იცხოვრებ, იმიტომ რომ გრძნობ რომ ეს არის შენი სული, სხეულის, შენი ყველაფერი აბსოლუტურად. ადამიანი, რომელიც შებრუნდა და წავიდა 10 ხმლით, გრძნობს რომ რაღაცა დასასრულის ნაპრალ პირას დგას, მაგრამ 8 შეძლით გამოვა ჰაერის გზით
კონტაქტზე, ეს იქნება SMS-ი, ზარით და ასე შემდეგ. ელოდეთ, მზად არის ეს ადამიანი.